მოგესალმებით. დღეს ვისაუბრებ ორ საჭირო ვიტამინთან დაკავშირებით. ეს არის B9 და B12 ვიტამინი. B9 ვიტამინი ფოლიუმის მჟავა. უპირველეს ყოვლისა მინდა აღვნიშნო, ის ორგანიზმში ფუნქციონირებს როგორც კოენზიმი ან კოფაქტორი. შესაბამისად, ეს სიტყვები თქვენ შეიძლება არაფერს გეუბნებათ, მაგრამ უნდა ვიცოდეთ, რომ ნუკლეინის ამინომჟავებისგან შემდგარი ჩვენი გენეტიკური მასალა, ანუ DNM-ის სინთეზში იღებს მონაწილეობას და ამ მხრივ არის საჭირო ვიტამინი, რომ მისი დონე იყოს დასტაბილურებული ორგანიზმში, რომ DNM-ში გარკვეული ტიპის ცვლილება არ მოხდეს, ასევე ტვინის ჯანმრთელობისა და მენტალური მდგომარეობის გასაუმჯობესებლად კარგი არის B9 ვიტამინი. რაც შეეხება სისხლის წითელი უჯრედების, ანუ ერითროციტების წარმოქმნა ფორმირებაშიც იღებს მონაწილეობას და ორგანიზმის სწრაფი ზრდა და გაყოფისთვის, ანუ მიტოზშიც იღებს მონაწილეობას. B9 ვიტამინის დეფიციტის შემთხვევაში გამოვლენა სიმპტომის სახით არ ახლავს სპეციფიურად, ეს ზოგადად შემოიფარგლება, როგორც არის თავის ტკივილი, კონცენტრაციის დარღვევა, დაღლილობა, ქოშინი, ხოლო თუ მძიმე დეფიციტია, იმ შემთხვევაში ძალიან ხშირად B9 ვიტამინის დეფიციტის დროს გამოვლინდება მეგალობლასტური ანემია. მეგალობლასტური ანემია მდგომარეობა არის, როდესაც სულის ტვინი გამოიმუშავებს ერითროციტებს, მაგრამ არა ნორმალურს, არამედ ანუ სისხლის წითელ უჯრედებს, არა ნორმალურს, არამედ ნორმალურზე უფრო დიდს და მომწიფებელს. ამ დროს, როდესაც მეგალობლასტური ანემია არის, ადამიანს ახასიათებს სიმკრთალე ფერის და ასევე მოყვითალო ფერი არის მისი კანი ამ დროს. რა თქმა უნდა, თავის ტვინში ასევე ნეიროტრანსმიტერების წარმოქმნაშიც მონაწილეობს, როგორც არის ნორეპინეფრინი, დოფამინი, სერატონინი, რომლებიც განაპირობებენ ჩვენს ყოველდღიურ განწყობას. დიდი შანსია ორსულებში B9 ვიტამინის ფოლიუმის მჟავის დეფიციტმა გამოიწვიოს ნაყოფში ნერვული მილის დეფექტები. ნერვული მილი ვითარდება ემბრიონის განვითარების მესამე კვირაში, შესაბამისად, ნერვული მილიდან ნაყოფის ზურგისა და თავის ტვინი ყალიბდება. ამიტომ ძალიან საჭიროა და საყურადღებო არის ამ 9 თვის მანძილზე B ვიტამინებზე გადამოწმება ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ. ადამიანები, რომლებიც გადიან 1 წლის მანძილზე ან წლების მანძილზე ანტიბიოტიკურ მკურნალობას, აი მაგალითად სულფასალაზინი არის ასეთი ანტიბიოტიკი, რომლის ერთ-ერთი გვერდითი მოვლენაც არის ორგანიზმში უშლის ხელს, რომ შეიწოვოს B9 ვიტამინი და ზოგადად B ვიტამინები. ეს ძირითადად ინიშნება ნაწლავის ანთების დროს, მაგრამ ზოგადად რომ ვიცოდეთ, ადამიანებს, რომლებიც ხედან, ასე ვთქვათ, ამ პრეპარატებზე და ანტიბიოტიკებზე, მათ უვითარდებათ B ვიტამინების დეფიციტი. ასე რომ ჩემს მიერ ზემოხსენებულში თუ ამოიცანეთ თავი, უნდა მიბრძანდეთ ჰოსპიტალში და ჩაიტაროთ ტესტები. ზოგადად ლაბორატორიულად ტესტები B9 ვიტამინზე კეთდება ჰომოცისტეინებზე, აგრეთვე სისხლის წითელი უჯრედები, ერითროციტების ტესტები კეთდება და სისხლის შრატის ტესტი კეთდება, სამნაირი ტესტი კეთდება, ასე რომ მისი დეფიციტი არის თუ არა ორგანიზმში ძალიან მარტივად გამომჟღავნდება. ზოგადად რომ ვიცოდეთ, სისხლის შრატის ტესტირების შემთხვევაში თუ გამოვლენდა 11.3-დან ზემოთ ნანომოლ ლიტრზე, ეს ნიშნავს, რომ არის ნორმალური დიაპაზონი, ჩარევას აბსოლუტურად არ საჭიროებს, ხოლო თუ არის 6.8-დან 10.5-მდე ნანომოლ ლიტრზე, ეს არის მსუბუქი, აი გარდამავალი პერიოდია და უკვე ჩარევას საჭიროებს, ხოლო თუ არის 6.5-ზე დაბლა უკვე ნანომოლ ლიტრზე, ეს ნიშნავს, უკვე მძიმე დეფიციტი იწყება და აქ საჭიროებს საყურადღებო და მნიშვნელოვან ჩარევას. დანამატების სახით და არსებობს ძალიან ბევრი ეფექტური დანამატი, რომლებიც უნდა მოხდეს ექიმის მიერ რეკომენდაციით გაცემული. საკვების სახით გეტყვით, აი მაგალითად, შავი ლობიო შეიცავს 256 მიკროგრამ ფოლიუმის მჟავას, ანუ B9 ვიტამინს, მარტივად რო ვთქვათ. წიწილა შეიცავს 295 მიკროგრამს ფოლიუმის მჟავას. ისპანახი შეიცავს 263 მიკროგრამ ფოლიუმის მჟავას, ავოკადო შეიცავს 156-დან 235 მიკროგრამ ფოლიუმის მჟავას და საქონლის ღვიძლი 215 მიკროგრამ ფოლიუმის მჟავას შეიცავს. B9 ვიტამინთან დაკავშირებით ამოვწურე ყველა ის საჭირო ინფორმაცია, რაც ყველა ადამიანმა უნდა იცოდეს, რომ მოხდეს გაუმჯობესება მათი ცხოვრების ხარისხის. შესაბამისად, გადავალ B12 ვიტამინთან დაკავშირებით, ეს საკმაოდ კომპლექსური თემა არის და ძალიან მნიშვნელოვანი ვიტამინი არის B12 ვიტამინი. და გამორჩეული ციანოკობალამიდი, ანუ B12 ვიტამინის სახელწოდებით, ის იმდენად საჭირო და მნიშვნელოვანი ვიტამინია, რომ მისი დეფიციტი არავითარ შემთხვევაში შეიძლება ორგანიზმისთვის, მით უმეტეს მძიმე დეფიციტზე მაქვს მე საუბარი. აი მაგალითად, ჩვენ თუ ავიღებთ 50 ადამიანს 50 წლის ზემოთ, ნახავთ, რომ 50-დან მინიმუმ 10-ს ექნება B12 ვიტამინის დეფიციტი. ეს უპირველეს ყოვლისა გამოწვეულია იმით, რომ ასაკი რაც უფრო მეტია, კუჭი მცირდება სეკრეცია, ასევე მჟავიანობის და მჟავიანობის pH-იც იკლებს. შესაბამისად, ეს ერთ-ერთი გარემოებაა იმისა, რომ
დეფიციტი განვითარდეს, ასევე კუჭის ატროფიული დაავადებების მქონე პირები, რომლებიც მიდრეკილნი არიან ამ დაავადებებისკენ, ვეგანებში და ვეგეტარიანელებშიც არის დეფიციტი, რადგან ისინი ხორცეულს არ მიირთმევენ და მინდა აღვნიშნო, რომ B12 ვიტამინი უპირველეს ყოვლისა ხორცეულში არის და ცხოველურ საკვებში, იმას ვერ ვნახავთ მაგალითად მცენარეულში, ან თუ არის იმდენად მცირე არის და ისეთი რაოდენობით არის, რომ იმის მიღებას აბსოლუტურად აზრი არ აქვს. შესაბამისად, უმჯობესია ცხოველური ხორცეულის საკვების მიღება, რადგან B12 ვიტამინი მხოლოდ იქ არის. უნდა ადამიანებს, რომელსაც კუჭზე ან ნაწლავებზე აქვთ ქირურგიული ოპერაციები ჩატარებული, იქაც ძალიან ხშირი არის B12 ვიტამინის დეფიციტი. შაქრიანი დიაბეტისთვის სამკურნალო პრეპარატები, მაგალითად მეტფორმინი ეს B1 ვიტამინთან დაკავშირებითაც ვახსენე და ზოგადად B ვიტამინებს ხელს უშლის, ერთ-ერთი გვერდითი მოვლენა არის ამ პრეპარატის ვიტამინების შეღწევადობა ორგანიზმში. შესაბამისად, თუ მუდმივი მომხმარებლები ხართ და გაქვთ შაქრიანი დიაბეტი, რადგან შაქრიანი დიაბეტის დროს გამოიწერება ეს პრეპარატი, შესაბამისად, თუ მუდმივი მომხმარებლები ხართ ამის და წლების მანძილზე მოიხმართ, წელიწადში მინიმუმ ერთხელ მაინც უნდა გადამოწმოთ B12 ვიტამინს და რა თქმა უნდა, ასევე პრაზოლები. ანუ კუჭის დამცავის საშუალებები, ომოპრაზოლი მაგალითად, ნებისმიერი პრაზოლის ოჯახიდან წარმომავალი პრეპარატი იწვევს ასევე რა თქმა უნდა დეფიციტს, რადგან ამცირებს ნაწლავების მიერ შეღწევადობას ორგანიზმში B12 ვიტამინის. შესაბამისად, თუ ადამიანი არის ასევე შაქრიანი დიაბეტის მატარებელი და თან კუჭის დამცავ პრეპარატებს მოიხმარს, ეს ორი კომბინაცია ერთმანეთში, ეს უფრო ართულებს და კომპლექსურს ხდის B12 ვიტამინის შეღწევადობას ორგანიზმში და ძალიან ხშირია პაციენტები, რომლებიც მოიხმარენ ამ პრეპარატებს, მათში B12 ვიტამინის დეფიციტი. მინდა იცოდეთ, რომ კუჭში არის ძალიან მნიშვნელოვანი ცილა, რომელიც კუჭის პარიეტალური უჯრედების მიერ გამომუშავდება გლიკოპროტეინი, რასაც ეწოდება intrinsic factor, რაც ითარგმნება როგორც შინაგანი ფაქტორი. ამ ცილის ერთ-ერთი და მნიშვნელოვანი ფუნქცია არის B12 ვიტამინთან დაკავშირება და სისხლში წვრილი ნაწლავების მიერ შეწოვა. ანუ თუ თქვენ მიიღებთ ყოველ დღე დაუშვათ ღვიძლს, საქონლის, სადაც B ვიტამინები არის ძალიან ბევრი და დიდი რაოდენობით, თუ ეს ცილა არ გამომუშავდება თქვენს ორგანიზმში, არავითარი მნიშვნელობა არ ექნება იმ საკვების მიღებას, იმიტომ რომ ვერ მოხდება მაინც ორგანიზმის მიერ შეწოვა B12 ვიტამინის. ამიტომ გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს გლიკოპროტეინს. რა შეიძლება გამოიწვიოს B12 ვიტამინის დეფიციტმა? ეს ვიტამინი საჭირო არის ტვინისა და ნერვული სისტემის ნორმალურად ფუნქციონირებისთვის, შესაბამისად დეფიციტის შემთხვევაში ძალიან ხშირი არის მახსოვრობის მკვეთრი დაქვეითება. რა თქმა უნდა, B12 ვიტამინის დეფიციტს აქვს თავისი სპეციფიკური სიმპტომები, ხშირად აღნიშნავენ ადამიანები, რომლებიც განიცდიან, მათ აქვთ დაბუჟება 4-ვე კიდურში, განსაკუთრებით ზემო კიდურში, მტევნის არეში, თითებში, დაბუჟებასთან ახლავს ჩხვლეტითი ფორმა და ეს ჩხვლეტითი ფორმა ზუსტად გამოწვეულია იმით, რომ ნერვულ სისტემაში მნიშვნელოვანია B12 ვიტამინი მიელინის გარსის წარმოქმნა ფორმირებისთვის. მიელინის გარსი კიდევ ნერვებს და ნერვების აქსონებს გარს ეკვრის, რომ დაიცვას ნერვები და ასევე გამტარობითი ფუნქციაც აქვს. შესაბამისად, აქედან გამომდინარეობს ჩხვლეტითი ფორმირება. დნმ-ის რეპარაციის შეკეთებისთვის, ასევე უჯრედების გაყოფისთვის არის საჭირო B12 ვიტამინის მძიმე დეფიციტის შემთხვევაში ადამიანებს აღინიშნებათ პერნიციული ანემია. ეს ანემიის ის ტიპია, როდესაც ორგანიზმში სისხლში ვერ ხდება იმ რაოდენობით სისხლის უჯრედების გამოყოფა, რაც არის საჭირო, რომ მოხდეს ფილტვებიდან ქსოვილებამდე იმ დონის ჟანგბადის ტრანსმისია, რომ იყოს სტაბილური ორგანიზმში ჟანგბადი. შესაბამისად, ამ დროს ეწყება პაციენტს და ადამიანს ისეთი გამოვლინებები, როგორც არის ქოშინი, არითმია, გახშირებული სუნთქვა, ასევე კანის მკრთალი ფერი, მოყვითალო ფერი. დეფიციტი ასევე პირისგულში იწვევს წყლულებს, რადგან როგორც უკვე ვახსენე, სწრაფი უჯრედების წარმოქმნისთვის არის B12 ვიტამინის საჭირო, შესაბამისად ვერ ხდება პირისგულში წარმოქმნა იმ რაოდენობის, რაც არის საჭირო, არა და პირისგულს ძალიან კარგი რეგენერაციის უნარი აქვს, მუდმივად წარმოიქმნება იქ ახალი უჯრედები, რადგან პირისგულ მუდმივად მუშაობს, შესაბამისად საჭირო არის ყოველთვის მოხდეს ცვლილება უჯრედებს შორის, შესაბამისად B12 ვიტამინი ამიტომ უნდა იყოს სტაბილური, რომ არ მოხდეს ენის გაგლუება, ენის გლოსიტი არ მოხდეს, ასევე დეფიციტის შემთხვევაში ხშირად აქვთ ენის წვა და გაწითლებული ენა, გაგლოსიტირებული ზედაპირი ენის. როგორ უნდა მოიქცეთ ამ დროს? უპირველეს ყოვლისა უნდა მიხვიდეთ ჰოსპიტალში და გადამოწმდეთ B12 ვიტამინზე. როგორც წესი, ნორმალური დიაპაზონი არის
300 პიკოგრამ მილilitrზე მეტი ითვლება, რომ ნორმალურია. ხოლო თუ არის 180-დან 300 პიკოგრამ შორის, ეს არის სუბუქი დეფიციტი და არ საჭიროებს არანაირად საკვებით დანამატების მიღება, ამიტომ ბუნებრივი სახით შეიძლება აბსოლუტურად შეივსო და არ საჭიროებს არანაირ სხვა ჩარევას, მაგრამ თუ არის 180 პიკოგრამ მილilitrზე ქვემოთ, ეს უკვე ნიშნავს მძიმე დეფიციტის პირველი ნაბიჯებია და აქ იწყება ზუსტად ანემიის ის გამოვლინებები და ფორმა და სიმპტომები, რომლებიც მე უკვე ჩამოთვალე. აი როგორ უნდა შევსვათ სუბუქი დეფიციტის შემთხვევაში B12 ვიტამინის ნორმალური დონე ორგანიზმში, ხორცეული უნდა მიირთვათ, ასევე თევზეული, განსაკუთრებით ტუნაში არის დაახლოებით 2.7 მიკროგრამი B12 ვიტამინი, აგრეთვე ორაგულში 85 გრამ ორაგულში არის 4.9 მიკროგრამი B12 ვიტამინი, რძეში არის 1.2 მიკროგრამი და საქონლის ღვიძლი, რადგან საქონლის ღვიძლი ძალიან მდიდარია B12 ვიტამინით და ზოგადად B ვიტამინებით, ამიტომ თვეში ერთხელ ან ორჯერ სრულიად საკმარისია, რომ მიიღოთ ეს მოგცემთ B ვიტამინების მთელ ჯგუფს. ერთიც მინდა დავამატო, თვითდიაგნოსტიკა არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება. თუ ზემოთხსენებული სიმპტომები ან გამოვლინებები გაქვთ, უნდა მივზადეთ ჰოსპიტალში, შესაბამისად ჩაიტაროთ ლაბორატორიული ტესტები, გამოვლინდება გაქვთ თუ არა დეფიციტი და თქვენზე მორგებული და თქვენი დეფიციტის სიმძლავრიდან გამომდინარე დაგენიშნებათ ის საჭირო პრეპარატი, რომლებიც ძალიან ბევრი არის დღევანდელ რეალობაში და ძალიან ადვილად გვარდება ვიტამინების დეფიციტი, თუ ის გამოწვეული არ არის რაიმე კონკრეტული ორგანული დაავადების მიერ. ისურვებთ ჯანმრთელობას, კარგად გრძანდებოდეთ.